მოგესალმებით. მე მქვია ვახტანგ დავითაშვილი და დღეს მე მოგიყვებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას. ყველაფერი დაიწყო 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ. ამიერკავკასია ფაქტობრივად რუსეთს გამოეყო. 1917 წლის 11 ნოემბერში შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატი. იგი ფუნქციონირებდა 1918 წლის 15 თებერვლამდე. როდესაც მან რწმუნებანი ამიერკავკასიის სეიმს გადასცა და ამიერკავკასიის სეიმი არის ამიერკავკასიის კომისარიატის წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანო. 1918 წლის 9 აპრილს სეიმის გადაწყვეტილებით შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელმაც 1918 წლის 26 მაისამდე იარსება. ამავე დღესვე გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტმა, ანუ დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო 1917 წლის რევოლუცია ისე განვითარდა, სამხრეთ ფრონტი დაიშალა, რუსეთის არმიამ ამიერკავკასია დატოვა და პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნეს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, მაგრამ შინაპოლიტიკური კრიზისისა და გარეშე სამხედრო პოლიტიკურ ძალთა ზეგავლენას ამიერკავკასიის ერთა კავშირს დარღვევა მოყვა. ანუ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა დაიშალა. ფედერაციული რესპუბლიკა დაიშალა. ასეთ პირობებში ქართული ხალხის ინტერესი მოითხოვს, რომ საქართველოს საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეექმნას. მისი მეშვეობით გარეშე ძალის მიერ დაპყრობის საფრთხე თავიდან აიცილოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი შექმნას. ამის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ არჩეულ საბჭო აცხადებს, რომ ეს საბჭო არის საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლობითი საბჭოა, რომელიც 1917-1919 წლებში არსებობდა. არჩევის საქართველოს ეროვნული ყრილობაზე 1917 წლის 19 ნოემბერს საბჭოში 1900 წლამდე შედიოდნენ. ამიერიდან საქართველოს გავაგზავნოთ, არის სულ 7 აქტი. ამიერიდან გამოაცხადა საბჭომ 7 აქტი. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათან მატარებელია და საქართველოს სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო. დამოუკიდებლობის საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკა არის. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ვინც არის ხალხი მართავს ქვეყანას. ხალხის არჩევანზე არის ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენი ვითარება არ არის დემოკრატიული და ძალიან ცოტა დემოკრატიული ქვეყნებია შემორჩენილი ჯერჯერობით. დემოკრატიული რესპუბლიკა კიდე სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი ფორმა არის. საერთაშორისო ომიანობაში საქართველოს ნეიტრალური სახელმწიფო არის. ნეიტრალური ისეთ გაგებაში არის აქ, რომ ომი თუ იქნება, საქართველოს არ მიიღებს მონაწილეობას და უფლება არ აქვს სხვა ქვეყნებს საქართველოში შემოჭრის. თუ დაარღვევენ, ცუდი საქმე ძალიან თუ ომის იმ დღეს რომ მორჩენ, მე გაგზელდება რაღაც დანაშაულები ისე და
როგორც შვეიცარიას და თუ საქართველოს ახლა მეორე მსოფლიო ომამდე გააძლევდა, მაშინ არ მიიღებდა მონაწილეობას და იქნებოდა ნეიტრალური ქვეყანა, როგორც შვეიცარია. მეოთხე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სურს საერთაშორისო ურთიერთობა ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, ანუ მეგობრობა. მეხუთე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის პოლიტიკურ და სხვა უფლებებს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის. მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ეროვნებას. დამფუძნებელი კრების მოწმობამდე საქართველოს მართვა გამგეობა საქმეს უძღვრება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლობით და დროებით მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ საბჭოს წინაშე და საქართველოს დამფუძნებელი კრება ნიშნავს წარმომადგენლობითი დაწესებულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელიც მიზანიც იყო საქართველოს პარლამენტის მოწმობამდე შემუშავებინა სახელმწიფოს მმართველობის ფორმა და კონსტიტუცია. მხოლოდ ბოლშევიკებმა დაგმეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია და თავიდანვე შინაომი გამოუცხადეს საქართველოს რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ორგანოებს, სხვა პოლიტიკურ პარტიებს ეროვნულ ნიადაგზე დადგნენ. მეტ-ნაკლებ აქტიურად საქმიანობდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ სტრუქტურების შექმნა სრულყოფილების სფეროში. და ვინც არის ის ბოლშევიკები? იყვნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის RSDMP-ს ფრაქცია, რომელიც 1903 წლის პარტიის მეორე ყრილობაზე მოუვიდათ განხეთქილების შემთხვევით ფრაქცია. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ პარლამენტმა დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფო კონსტიტუციური ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად ხელში აიღო საკანონმდებლო ორგანო. ყველა ფუნქცია დამოუკიდებლობის აქტის გამოყენებისთანავე ჩამოყალიბდა პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი დროებითი მთავრობა. მის პირველ თავმჯდომარედ არჩიეს ნოე რამიშვილი. შეითავისა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. სამხედრო მინისტრი გახდათ გრიგოლ გრიგოლაძე. საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი. იუსტიციის მინისტრი შალვა ალექსი მესხიშვილი. ფინანსთა გიორგი ჟურული. მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი. განათლების მინისტრი გიორგი ლასხაშვილი. გზებისა და ტრანსპორტის მინისტრი ივანე ლურთქიფანიძე. პარლამენტსა და კოალიციურ მთავრობაში უმრავლესობა მართალია სოციალ-დემოკრატიას ეკუთვნოდა, მაგრამ სოციალ-ფედერალისტი გიორგი ლასხაშვილი და შალვა მესხიშვილი, სოციალისტურ რევოლუციონერი ივანე ლორთქიფანიძე და ეროვნულ-დემოკრატი გიორგი ჟურული მინისტრები საკმაოდ აქტიური მონაწილეობას იღებდნენ საშინაო და საგარეო პოლიტიკის მმართველობის განსაზღვრავებაში. საქართველოს პარლამენტისა და დროებითი მთავრობის საქმიანობა. საქართველოს დროებითი მთავრობა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო გერმანიასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება. ხო? და მისი შუამავლობით ოსმალეთთან ზავის დადება. საზავო ხელშეკრულება მეტის მეტად
ხოლო მეტისმეტად ძიმე იყო ოსმალთა სახელმწიფოს ბათუმის ოლქთან ერთად მიჰქონდა ახალციხესა და ახალქალაქის მაზრები, მაგრამ თავიდან იქნა აცილებული აგრესიული განწყობილობით მეზობლის მიერ საქართველოს სხვა ტერიტორიების ოკუპაციის საფრთხე. გერმანიასა და საქართველოს თანამშრომლობის პირველი აქტი 1918 წლის 28 მაისს გაფორმდა. შენდაღმების თანახმად საქართველოს შემოვიდა 2 ბატალიონი, ხოლო თბილისში დამკვიდრა გერმანიის სამხედრო პოლიტიკური მისია გენერალ ფონ კრესის, ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგის და ეგან ტრიგერის. ეს ბოლო ეგან ტრიგერი იყო საქართველოს გერმანიის მისიის ხელმძღვანელი მეთაურობით. ამ სამი გენერალის მეთაურობით ოსმალეთისთვის ტერიტორიების დათმობა დროებით აქტად იქნა ნიშნეული, ხოლო გერმანიასთან ხელშეკრულების დათება მისი ჯარის ნაწილის საქართველოში შემოსვლა საზოგადოების უდიდესი ნაწილმა შექმნა სიტუაციაში აუცილებლად და დადებით მოვლენა სახება. ამავე წლის 24 ივლისს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანია გახდა და გერმანია მაგროს იყო ახლა გამოსული პირველი მსოფლიო ომიდან და იყო ერთი შეტანხმება, რაზეც გერმანიამ ხელი მოაწერა. გერმანიაში ძალიან ცუდად იყო ყველაფერი და მე ნელ-ნელა ყველაფერი გამოსურდა. მაგის გამო პირველ მსოფლიო ომის მერე გერმანია ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მერე მაგ ცუდ მდგომარეობის გამო გერმანიის მმართველი გახდა ადოლფ ჰიტლერი. დანარჩენი მეორე მსოფლიოზე რო იქნება ვიდეო მაგას. და მაგ დროისთვის გერმანიის იმპერატორი გახდათ ვილჰელმ მეორე. მალევე იმის მერე რაც ნოე ჟორდანია გახდა მთავრობის თავმჯდომარე, მალევე იმის შემდეგ გაუქმნა თბილისის და ქუთაისის გუბერნიები, მათი ადმინისტრაციული აპარატი 1818 წლის აგვისტო-სექტემბერში გატარდა ცარიზმის დროს ოცნებად ქცეული საერევო რეფორმები. ყველა აზრაში ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ხალხმა საყოველთაოდ უფლებების საფუძველზე აირჩია საზარმო საკრებულოები. გაუქმდა რევოლუციური ტრიბუნალები, სხვადასხვა საგამოძიებო კომისიები. 1918 წელს 24 სექტემბერს კანონის საფუძველზე განხორციელდა ძველი რეჟიმიდან მემკვიდრეობით მიღებული მომრიგებელი სასამართლოებისა და გამრიგებელ მოსამართლეს ინსტიტუტების ძირფესვიანი რეორგანიზაცია. ჩატარდა სასამართლო საგამოძიებლო ნაწილის რეფორმაც. 1919 წლის იანვარში იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილ საკოდიფიკაციო განყოფილებამ გამოაქვეყნა ოფიციალური კანონები და მართვის განკარგულების კრებული. ჯერ კიდევ 1917 წლის აპრილ-მარტში შეიქმნა სახალხო გვარდია, მოხალისეთა რაზმი, რომელიც შეიარაღების შენახვის ხარჯები ძირითადად კერძო შემოწირულობით ფინანსებდა და უკვე 1919 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა განუსწრო კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოში გაჩნდა ეს სახალხო გვარდია გადაიქცა ჯარად და რა თქმა უნდა ამ ჯარის დაფინანსება შენახვა და პულის გადახდა იქ ყველას ხელფასში ხონდა რაღაცნაირად ხონდა ეცხოვა ადამიანს და მაგი ევალებოდა უკვე პარლამენტს, მთავრობას. დანდაგან ჩამოყალიბდა გვარდიის არტილერია, ცხენოსანთა დივიზიონი,
მეტყვი ამ ქვერვერთა რაზმი საინჟინრო ნაწილი. მოქმედი გვარდიის პარალელურად არსებობდა კიდე 17 ბატალიონი. 17 სარეზერვო ბატალიონი. რამე თუ მოხდებოდა ამ სარეზერვო ბატალიონების გამოიყენებდნენ და იღებდნენ წვდომას გაგზავნებდნენ ბრძოლას მოკლედ რა ვთქვა. მოდული ჯარის შემადგენლობა თანდათან ჩამოყალიბდა 3 ქვეითი ბრიგადა. სანაპირო ჯარი თბილისის ეგრეთ წოდებული სადარაჯო ათასეული ავტომობილისტთა საავიაციო და რადიოტელეგრაფისტთა რაზმები საქართველოს შეიარაღებულ ძალთა უზენაეს ხელმძღვანელთან გამოცხადდა რესპუბლიკის პარლამენტი. მოსახლეობის მასიური შიმშილით სასურსათო და სხვა პრობლემები თავიდან ასარიდებდა. საქართველოს მთავრობამ მიიღო შემდეგი დადგენილობები. გამოცხადდეს საქართველოს საზღვრებში საქართველოს საზღვრებში პურეულით თავისუფალი ვაჭრობა, უცხოეთის ხორბლის შემოტანის გათავისუფლება ბაჟისაგან, ეხა აღარ იქნებოდა ისანი. ეხა გამბაჟება ეხა ხო არის ხო 300 კილოზე თუ 300 ლარზე მეტი თუ არის რაღაცა ფულის გადახდა უწევს ადამიანს თუ კილოზე არ მახსოვს. კარგი, ეხა გამბაჟება ხო არის და მაგროს საჭმელზე არ იყო გამბაჟება. ეხა ჩემ როგორც ვიცი არის. იმიტომ რომ ეხა საქართველოში შიმშილობა იყო და სასურსათო სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებად გავაკეთეს ეს. არ იყო საქართველოში საკმარისი სურსათი. გაუქმეს ყველა სასურსათო კომიტეტი, რომელიც ამოწევს ყველა შემოსვლას და გასვლას. დაიბოლო შინაგან საქმეთა და სასურსათო საქმეთა მინისტრებს იბრძოლონ სურსათის გადამალისა და სპეკულაციის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასურსათო საქმეთა მინისტრებს უნდა გაეკონტროლებინათ ვინმე სურსათი არ მოიპაროს, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოდის და ასე შემდეგ. გადავიდეთ სომხეთ საქართველოს ომზე. 1912 წლის 28 ოქტომბერს ომში დამარცხებულმა ოსმალეთმა გერმანიის მოკავშირემ ხელი მოაწერა ინგლիս-საფრანგეთთან მუდროსის ზავს. მუდროსის ზავი სამშვიდობო ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიასა და ანტანტის ქვეყნის შორის, რომელიც 1918 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა კუნძულ ლემნოსის პორტ მუდროსში. მაგიტო რო ქვია მუდროსის ზავი. ინგლისური კრეისერის აგამემნონის ბორტზე ხელშეკრულება იცავდა სომხეთის აღარ მიწერია სცენარებს და რა უნდა მეთქვა სცენარებს კი არა. დამბავწვა დაწერა. კაპიტულაციას ოსმალეთის დანებებას. ეს მომენტი არის ძალიან საინტერესო. ოსმალეთი გაიყო რამოდენიმე ქვეყანა. საბერძნეთს დაუბრუნდა საკუთარი მიწები და დანარჩენ ქვეყნებმაც გაიყოს და სომხეთის არარატიც დაბრუნდა. დაუბრუნდა სომხეთს. თუ მაგას იყო, მაგი კარგად არ მახსოვს. და ცოტა თურქეთზეც მოყვები. რამოდენიმე წლის განმავლობაში თურქეთი მასეთი მდგომარეობაში იყო. ოსმალეთის იმპერია თუ მაგიგე ძალიან დიდი იყო. ევროპაშიც იყო გადასული. შუა აზიასაც იკავებდა და ეგვიპტემდე ჩადიოდა. მდინარე ნილთან, როგორც მახსოვს, უკვე გადიოდა მისი საზღვარი და ძლიერი ქვეყანა იყო და კარგი. ჩვენ საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის მტერი ქვეყანა იყო. არაბეთის ქვეყნებისთვის არა. ხო და ამ თურქეთთან დაკავშირებით ეხა თუ დააკვირდით როდისმე არაბეთის არაბულ ქვეყნებს უფრო მუსლიმურ ქვეყნებს აქვთ
ფაქტობრივად 3 ფერია 4 ფერია გამოყენებული. ეს ფერები არ მახსოვს და მაგ იყო არაბული აჯანყება ოსმალეთის წინააღმდეგ. ამ აჯანყებას აფინანსებდა დიდი ბრიტანეთი, მაგრამ მერე უღალატ ამ ყველას პალესტინა მერე გადაკეთდა ებრაელები დაასახლეს იქ ისრაელი შეიქმნა მერე სახელმწიფო და ბრიტანეთმა მერე ბოდიში გამოთქვამს ფეხებზე დაიკიდა პალესტინა არაბული ქვეყნები გააბუჯა იქ ყველაფერი და წავიდა ბრიტანეთი იქით იმპერია დაიშალა და პალესტინას დაეხმარა ცოტათი იმიტომ რომ ზოგადად არაბულ ქვეყნებს დაეხმარა იმაში რომ აღარ იქნებოდა რა ისეთი ცუდი რაღაცეები და რაც იყო ხო და გავაგზავნოთ ეს დროშები იმიტომ რომ აქვს ესე რომ თურქეთის წინააღმდეგი არ უნდა და თურქეთი რომ მართალი ყოფილიყო მეების ქვეყნის და წინააღმდეგი თურქეთის და მერე მოხდა ისა რომ ოსმალეთის იმპერია გაიყეს ბრიტანეთმა საბერძნეთმა სომხეთმა კიდე რამოდენიმე ქვეყანა სირიასაც შეხვდა ამ არაბულ აჯანყების დროს თურქეთის წინააღმდეგ შეხვდა სირიასაც უდი რაღაცეები და დიდ ბრიტანეთს ეკუთვნოდა და ამ არაბულ აჯანყების დაფინანსება ბრიტანეთმა დაიწყო და კარგად წავიდა და მერე ბრიტანეთმა აურია ცოტა იმეებისთვის. ხო და ამ თურქეთმა მერე ეხა არ მახსოვს რა არის ოქტომბერს რა 10 ოქტომბერს ჩემი აზრით როგორც მახსოვს თუ ნოემბერს არ მახსოვს 10 რიცხვი რო არის მაგი ვიცი. აბადში ცოტა სულ მოგდა მოკლედ ხო ამინდოდა ხო ამ თურქეთში მე თუ გაგიგიათ ქემალ ათათურკი ქემალის სახელი არის ათა მამა და თურკი ანუ ქართულად ითარგმნება როგორც ქემალი თურქების მამა ქემალი თურქეთის მამა მან მოაწყო აჯანყება თურქეთში დაუბრუნდა თურქეთის მიწები საბერძნეთი სტამბული აიღო ოსმალეთის იმპერიის დროს აღებული კონსტანტინოპოლი ანუ ეს აღადგინა რა ის ბიზანტიის მიწები რაც იყო ის მიწები დაიკავა თავიდან და მერე აღარ გავაგზავნები არავის ხო და ცუდი რაღაცები მოხდა ამ კაპიტულაციის შემდეგ და ამ ათათურქმა გამოიყვანა ეს საბჭოთა ათათურქმა გამოიყვანა თურქეთი მდგომარეობიდან თურქეთის პატარა ნაწილი იყო ხო იცი ტრაპიზონი აი ეხლა რომ გაჩვენებ ტრაპიზონი სად მდებარეობს აქვს აქ ამოქსერექსო წიგნებიდან რაღაცეები და მე წიგნებზეც ვიდეოს გვაქვს აუ ამ როკაზე არ არის ეს რა არის აი საბჭოთა ტერორი ხო ამაზე ცოტა ხანში გადავალთ ხო მოკლედ ავყარგე ის უკვე აი აგერ ხო აი აგერ ის უკვე ნახე აი აგერ არის ოსმალეთი აგერ არის ტრაპიზონი აი ხო ტრაპიზონი აგერ ტრაპიზონი თქვენ ხა გეგონება და შავი ზღვა რო არის მაგრამ შავი ზღვა აი აგერ არის არ არის კარგად გამოკვეთილი შემიძლია გამოკვეთო არ ვიცი ხო და ამ ტრაპიზონი იყო ფაქტობრივად უკვე თურქეთის იმ დროისთვის დედაქალაქი ანკარა არ იყო თურქეთის და ბრიტანეთის მმართველობაში იყო ჩემი აზრით ანკარა და ხო და ამ გავაგზავნოთ საქართველოზე კაპიტულაცია და დატოვა ამიერკავკასიის ტერიტორია ანუ საქართველოს დაუბრუნდა ის მიწები როგორც კი თურქთა საჯარისო ერთეული საქართველოს კუთვნილ ლორეს რაიონიდან გავიდა ლორეს რაიონი არის სომხეთის
თანამედროვე პროვინცია მარზი, მოკლედ ვთქვათ, ძველი საქართველო. ის ქვეყნის ჩრდილოეთის მდებარეობის და საქართველოს ესაზღვრება. მის დედაქალაქი ვანაძორი, ხოლო სტეფანავანი სიდიდით მეორე ქალაქი. პროვინციაში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. კიდევ ჩავწერე. ბევრი რამე მოხდა ჩაწერილი, ბევრი არ მოხდა კითხული. მოკლედ ლორეს რაიონი გავიდა. ამ ტერიტორიაზე ისე შეიჭრა სომხეთის ჯარი. როგორც მოგეხსენებათ, ლორე იყო ნეიტრალური ზონა სომხეთსა და საქართველოს შორის. ლორე საქართველოს ხო იყო. ხო და თუ არ შეიძლება ვწდები მე ლორე საქართველოს. ბოდიში ეს კარგად არ ვიცი და შეიძლება სიმართლეს ვემბო და შეიძლება ვწდები. და ამის გამო რამე არ და აი აგერ ლორე. ეს არის ლორე. აი აქა პირო აპლიკაციები, პირობითი აღნიშნულებში წერია ნეიტრალური ზონა საქართველოს და სომხეთს შორის. აი ეს ევროჩარის რაც დიაგონალზე. მარჯვენა ქვედა კუთხიდან მარცხენა ზედა კუთხეში. რო არის აი ეს. არა არის ეს ხო სწორად თქვი. აი ეს მიწები არის ნეიტრალური. მაგრამ სომხეთი შევიდა ლორეში. საქართველოს მთავრობამ ბუნებრივია საპასუხო ოპერაცია დაგეგმა. საზღვრს აღდგენად ერთხანს მისი მთავრობის თითქოს სამხედრო კონფლიქტი გამოწვევებში ეპასუხებოდა. ავანტიურისტებს ადანაშაულებდა და ტერიტორიულ დავის მშვიდობიან გადაწყვეტილებას გზას ეძებდა. არ უნდოდა საქართველოს ომის დაწყება, იმიტომ რომ ხა მოგეხსენიებათ, რომ ოქროს ხანაშიც, ბრინჯაოს ხანაშიც ცოტა საქართველოს და სომხეთი მეგობრები იყვნენ, მაგრამ თუ გაგიგიათ ეს მაგ TikTok არხზე თქვენთვის მაგ TikTok არხზე ვიდეო დიდგორის ბრძოლაზე. ხო და იქა კიდე მაქვს წაკითხული ერთ წიგნში, რომ დავით აღმაშენებელი ეძახდნენ კიდე მეფე ყივჩაკი და ქართველთა ასე და სომეხთა მეფე. სომეხთა, ლაზთა, ჭანთა, ქართველთა, ყივჩაკთა, შარვანშთა და კიდე თამარ მეფეს ცოტათი ნაკლები ეროვნების მეფესავით იყო. ხოლო ეს სომხეთის მთავრობამ მშვიდობიანი წინადადება უპასუხოდ დატოვა. დაიგნორა საქართველო რა თან ჩვენ დაიგნორა ხო საქართველო მოთხოვნა მეგობრულად ყველაფერი მშვიდად გადაიწყვიტა და სომხეთმა არა თქვა. აგრესია გაგრძელდა 1918 წლის 17 ხო აგრესია გაგრძელდა 1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ხმაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა დეპუტატებო მოხდა ისე რაც არ უნდა მომხდარიყო. იმ დროს როცა მსოფლიო ომის ხანძარი ჩაქრა სომხეთის მთავრობა თავს ესხმის საქართველოს რესპუბლიკას. ჟორდანიამ მშვიდობის დასამყარებლად ჯარის გაგზავნა მოითხოვა, რადგანაც სომხეთი უარს ეუბნებოდა მოლაპარაკებებზე. საქართველოს პარლამენტმა ხარი დაუჭირა მთავრობის პოზიციას კონფლიქტის ზონაში. ჯარის გაგზავნა მოითხოვა. საომარი ოპერაციები გაფართოვდა. ქართველთა ლაშქარს შეეჩერა სომხეთთან შემოტევა. 20 დეკემბერს კი
მან შეტევაზე გადავიდა. აგრესიულად განწყობილი მეზობლებისაგან დაკავებული ტერიტორია დიდი ნაწილი გათავისუფლდა. სომხეთის მთავრობამ კრიტიკული მომენტი დახმარების ხელი დიდმა ბრიტანეთმა შეაშულა. მან იკისრა არბიტრის როლი და კიდევაც დააზავა მხარეები, შეიქმნა ნეიტრალური ზონა და მოხდა ქართველთა და სომხთა ჯარების დაშორიშობა. ეს რუკა ნეიტრალურ ზონით მაქამდეც იყო ნეიტრალურ ზონით ითვლებოდა. მე სომხეთმა შეუტია და ნეიტრალურ ზონიდან მოიხსნა და ამ რუკაზე კარგად ჩანს რომ ეს არის ნეიტრალური ზონა. და რას არღვევს სომხეთი? აგერ ეს ხო არის ხო სომხეთი? გაყავს ჯარი იმიდან ლორედან. ლორე ნეიტრალური ზონა არის. არ შეიძლება ჯერ საქართველოს საზღვარს გადადის. ლორეში გადის. შუალავერს იღებს. როცა შუალავერი ლორის ტერიტორიაზე არის, ანუ ხო და ლორის ნეიტრალიტეტი დაიღო ვითომს. აგრძელებს კანონის დარღვევას და რადგან ეხა სუსურუ ესი გამორჩა. ეს გამოვიდა. მოდი ეხა მე დამთავრდა ეს ომი. კარგი არის. ცუდი არის ეს სომხეთთან ომი გქონდა. გადავიდეთ ეხლა საბჭოთა ანექსიაზე. ითი არის დაწყება. დიდი ტერორი 1927 წელი. მე-1000 საუკუნე. ეს რომელია? მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. ბოლოს 30-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ტერორი მასობრივ რეპრესიებში გადაიზარდა. საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ამ მხრივ 1937 წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა. უდანაშაულო ადამიანები დახრება და გადასახლება არ წახულ მასშტაბებიდან მიაღწია ზოგადად საბჭოთა კავშირის ისტორიაში. 1934 წელს 1938 წელს დიდი ტერორის პერიოდად მიიჩნევა. ამ წლებში განხორციელებული რეპრესიების უშუალო ინიციატორი სტალინი იყო. იგი ყურადღებით აკვირდებოდა და აკონტროლებდა საბჭოთა კავშირის რეპრესიების მიმდინარეობას. დიდი ტერორის დროს რეპრესიები შეეხო საზოგადოებრივ ყველა ფენას. ანუ თუნდა შეფოთო მნიშვნელობა არ ქონდა სტალინის ფაქტურად მნიშვნელობა არ ქონდა ისეთი სერიოზული. ხო და იყო ერთი ქართველი ბოლშევიკი ფილიპე მახარაძე. და ერთ ადამიანს რომლის ბაბუც ემსხვერპლა ამ ფილიპე მახარაძეს არ ადამიანობას ხო. და კიდე ვერამიშვილის ოჯახთანაც გადავალთ. როცა ვერამიშვილზე წავა ეხლა ლაპარაკობს ცოტა ბოლოში. მაგრამ უკვე გაიგეთ რაღაც საინტერესო ფაქტებს. ხო და ეს მასწავლებელი არის ჩემი ფორტეპიანოსი. ვინაობას არ თქვა. ვინ რაიცის ხო და ბაბუა ჩემიო ცხინვალში ჩვენ ვართ თვითონ ლიკანელები, მაგრამ პაპა ჩემიო ახალგაზრდობაში ცხინვალში განმოვიდა. ცხინვალისკენ წამოიწიო ხო და იქ დარჩა საცხოვრებლად. ხო და სამაჩაბლოში. ეხა ის სახლი არც ჩემმა მასწავლებელმა არც ის იმ სახლს რა შეჭებს. საზღვარზე ქართველებს ხო აღარ უშვებენ იქ. ატომაც.
ეხლა რა მიკუშო ოკუპირებული მიწები არის. მეც ხო რაღაც უჭერდა უკვე. ხო და ეს ჩამოვიდა ფილიპე მახარაძე. ის ქართული ბოლშევიკი იყო. ჩამოვიდა ფილიპე მახარაძე თბილისიდან ჩემი მეგობრები, პაპაჩემის მეგობრებიც გადა ციმბირში გაუშვაო და მე მოვიდა პაპაჩემთან სახში. პაპაჩემმა მიიღო ყველაფერი კარგად მოექცა. ყველაფერს უსრულებდა, რასაც ვთხოვდა და ის პაპამისი ჩემი ფორტეპიანოს მასწავლებლის ბიძა უფროსი პაპამისის უფროსი შვილი, ანუ მამამისის უფროსი ძმა, დედამისის არ მახსოვს ზუსტად. წაიყვანა გაუშვა ციმბირში. წავიდა დაწერა ისა განცხადება, სტალინის გაუგზავნა, ამ სტალინმა შეიყვანა სიებში და გააგზავნეს ის ციმბირში. და სტალინის ისე თუნდაც თემიდან გადაუხვია, მაგრამ ეს რაღაც საინტერესო თქვა. სტალინის ეხა ხალხი რო ამბობს. ბავშვებს რო ასწავლიან მშობლები რომელიღაცები, ხო, ისინი სწორსაც ამბობენ. ეხა ცოტა სწორად თქვა, რაღაცეები, ეხა მაგრამ ცუდი კაცი არ იყო სტალინი. სტალინისად არ ჩამთვალოთ, მაგრამ ისტორიაში კარგად არის ნაჩვენები ის ფაქტორები, რომ როცა სტალინი გარდაიცვალა, ის ხრუშოვი რომ მოვიდა, ფეხსაცმელი, ხო იცო ჭუჭყიანი ფეხსაცმელი. ის ფეხსაცმელი გადაყარა და სუფთა ფეხსაცმელი ამოიცვა. ის ხა რა გაგებით ვამბობ. ცუდ გაგებით ვამბობ ხრუშოვს. ანუ როცა ეს რეპრესიების სია იყო რუსებსაც მას ხრიტავდნენ ქართველებს, ეროვნების მნიშვნელობაც არ იყო, სტალინის არაფერს არ ნიშნავდა ის ადამიანი. მაგ დროს იყო ხრუშოვიც ესე კიევიდან უწევდა, რომ ესენი გადახვიდება. სტალინის კიდე ძალიან ბევრი არის შემორჩენილი. სტალინის სახლ-მუზეუმში არის ჩემი აზრით გადატანილი. თუ რუსეთში არის რაღაც მუზეუმი არის მე ბელორუსიაში. იქ არის მუზეუმი არის მეორე მსოფლიო ომის და საბჭოთა კავშირის სახელი და იქ არის გადატანილი ბევრი რაღაც. ხო სტალინის იმ აგარაკზე არის რუსეთში. ხო იქ წერილები არის შემორჩენილი, მაქვს ინტერნეტი ნანახი. და თარგმნილი მაქვს ისე რომ პატარა ხო პატარა ბიჭო გააჩერდი რა სერჩი მაგ ხალხსო. სტალინის ხო კლავდა, მაგრამ ეხა ხრუშოვიც ხო იყო ზედ გადასული და ერთი ორი წერილი ხრუშოვის 20 წერილი ხრუშოვის გაუქვა დახვრიტის და კიდე 20 ერთი ამ პატარა წერილი კი არა, ამ ხელა წერილები იყო უკნიდან ესე რამოდენიმე ფურცელი იდოში. და 10 წერილი დახვრიტებთან რეპრესიების წერილი მიიღო მარტო. მისესები ცოტა დაიჯერა. სტალინის ცოტა ფაქტები. სტალინი ხა ქართველი იყო, ჯუღაშვილი იყო და ეს სტალინი ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. და იცი ანტისტალინისტებმაც და ეხა მარტო კრემლში არის მისი 20,000 წიგნი. აგარაკში ცნობილი არის, რომ მეორე მსოფლიოს დროს მისი აგარაკი ერთი აფეთქეს და სტალინის იქ ბიბლიოთეკასავით ჰქონდა. და იქ იყო ასეთი ამბავი, რომ აფეთქეს და დაიწვა ეხა ვინღან ახავს ამდენი წიგნი ჰქონდა. 20,000-ზე მეტი რო იქნება და რანაირად მიხდენ სტალინის რო იყო. ყველა ისტორიულ შეცდომას რასაც ნახავდა, ასწორებდა. ესე არ იყო, ესე იყო. და მაგით მომწონს მე ცოტა სტალინი რო ისტორია იცოდა. არ იყო მაგდენი ისე და ბერია. მისი მოადგილე მეგობარი. თუ როგორ თქვა, არ ვიცი როგორ თქვა და ის ქაშვეთის ეკლესიას ეხება. ბერიას დედა ქაშვეთის ეკლესია უნდა დაენგრია და ხო, და რელიგიაზე. ეს იყო ესეთი თემა საბჭოთა კავშირში, რომ 5 წლოვანი უსულოდ არის პატიენტი. ხო და ეს ანგრევდნენ ეკლესიებს, ტაძრებს,
ხო და აი აგენ სილიბისტრი თოდუა ჟურნალ მებრძოლს უღმერთოთა ანუ ანტიქრისტიანი იყო რედაქტორი თოდრია რელიგიის თემაზე ქმნიდა პასკვილს ეს მოსწრებად არის ეს არის სიონის ეკლესიის სამრეკლოსთან ზარი ეს კიდე ეკლესიის გრევა ქუთაისში უბრალოდ იღებდნენ ეკლესიას ანგლეთს კიდე წმინდა მამა ხო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია აი ეს იგი დახვრიტეს 1927 წელს და წავიკითხეთ მასზე ისტორია პატრიარქის მეფის რუსეთის დროს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის აფხაზეთში გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოდა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაწყებული რელიგიური იბრძოდა საქართველოს ხო რეპრესიების მასაც შეეხო პატრიარქის სახელით 1922 წელს გენუაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარე გაგზავნა რომელიც კათოლიკოსის საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვდა დაუყოვნებლივ გავლილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და დაეთანხმნენ საქართველოს გათავისუფლებას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონოროს კლანჭებისაგან ამის შემო კათოლიკოს პატრიარქიდან მთელი საკათოლიკოსო საბჭო დააპატიმრეს და მხოლოდ ხანგრძლივი სასამართლო პროცესის და მძიმე პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლეს. ხო. აი ეს გაჩვენეთ ამ წიგნს ავიღებ და მე ამ წიგნებს გეტყვით რომ წიგნებიდანაც ახო ეს საბჭოთა ტერორი იქ დაბჭა. მოკლედ აი ეს არის ჩეკისტები. ეს ვინც აქ არიან ჩეკისტები არიან. მიტროპოლიტ ნაზარის ბინაში. ანუ ის მიტროპოლიტ ნაზარი მოკლეს. მის ბინაში გავანახე. გავაგზავნე ფრაიმ ქაშვილზე. მოკლედ ქაშვილს რა ეხება. ისინი იმის წინააღმდეგ რომ უნდა დაინგრათ ეკლესია და აბანოები აეშენებინათ. ბერიას დედა გადიოდა იკაფეხში შველი. ვიღაცამ გაიგო ბერიას დედამისმა დაურეკა. ხო და უთხრა რომ პერკე მამაო დადიოდა. ფეხში შველი და ლოსულობდა და ცოტა ცრემლებიც ჰქონდა რა. მე რამ ბერიას დედამ მკითხა რომ ლავრენტი ბერიას რა გჭირსო? მამაო რა გჭირს მამაო? მამამაც უყურს უყურო. ეხლა ეს ბოლო კვირა არისო და ამ კვირას ბოლო წირვას ჩავატარებო და ანგრევენ ეკლესიასო და ბერიას დედამ დააურეკა ბერიას. ბერიამ სტალინის და ეკლესიას აღარ ანგრევენ. ანუ ხო სტალინის კიდე ერთი რაღაც კარგი გაუკეთებიან. ეხლა წმინდანას რო შეერაცხო მაგდენად კარგი კაცი არის. და ეხლა რაც უნდა მეთქვა უშო. ნუ ის შეიცვალა სტალინის ისა სტალინის ესაო ისეთი ცუდი კაცი იყო ესაო თვითონაც ხო იყო სტალინის დროს ისეთი ჯიგარი კაცი. არის თვითონაც კარგი კაცი ისა. ხოშო. მოსპო სამთო კავშირის ციმბირში იმის ყველგან მისი საყვარელი სიმინდის დარგვა დაიწყო და ციმბირშისა და მოსპო სურსათის ხორბლის და ყველაფერი გააპუჭა რა. და ამბობენ რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იმიდან დაიწყო, ხრუშჩოვიდან დაიწყო. რაც შეეხება ნოე რამიშვილზე ფაქტი. ნოე რამიშვილი ცხოვრობდა. ნოე რამიშვილი წარმოშობით არის გურიდან. ხო და სოფელ დიდვანიდან. სურები როგორც მასოს. იქ არის მისი შვილის სახლი. ბიძაჩემის სახლი. ბიძაჩემის სახლი. იქ არის გახსნილი მისი ბიუსტი, რაღაც სახლ-მუზეუმი არ არის ჩემზე. თვითონ ნოე რამიშვილი მოკლეს საფრანგეთში.
რაც საკვირველი არის ნოე რამიშვილი მოკლეს საფრანგეთში ქართული პატრიოტი, ოღონდ საბჭოთა კავშირის ჩემი აზრით საბჭოთა კავშირის მაგი უნდოდა და კიდე სტალინის დროს ტროცკი მოკლეს საბჭოთა კავშირიდან გააგდეს მექსიკაში და მე სტალინის ბრძანებით იქაც მოკლეს ტროცკი, რომ რაღაცეებს იქ ამბობს, რომ ესა და ისეთ მოკლეს. ხო და აი რაც ეხება ნოე რამიშვილის თანამდებობიდან გადარჩა ჩემი აზრით მარტო მიშელ რამიშვილი. და მისი შვილი გარდაიცვალა, კიდე ერთი შვილი დახვიდეს, მეორე შვილი გარდაიცვალა. ორივე ერქვა აკაკი. ხო და ერთი რამიშვილი და აკაკი რამიშვილი დახვიდეს 38 წელს თუ 37 წელს არ მახსოვს. და მეორე აკაკი რამიშვილი გარდაიცვალა საკუთარ ცხოვრების სიბერისგან და მოესწრო მე-20 საუკუნეს დიდი ხანი იცხოვრა. რაც შეეხება მის თანამდებობებს, ეხლა მისი შვილიშვილი მიშელ რამიშვილი ცხოვრობს საფრანგეთში. მისი სახლი გურიაში მდებარეობს იმ სოფელში, რომელშიც თვითონ რამიშვილი ცხოვრობდა. საკუთარ ბავშვობასაც გაატარა. ხო და ამ სოფელში ყველა იცნობს და ძალიან ბევრი რამიშვილი არის ამ სოფელში. ყველა არის ნოე რამიშვილის შთამომავალი. რაც შეეხება დანარჩენ შთამომავლებს, გოგოშვილის, შვილიშვილის და ასე შემდეგ. ანუ ბებია ჩემი იყო მისი ეს ხო ბებია ჩემი იყო რამიშვილის შვილიშვილი. მამა ჩემის მხრიდან. და მე და ჩემი ზოგადად ჩემი ოჯახი მამა ჩემის მხრიდან ეს დავითაშვილები ვართ ნოე რამიშვილის თანამდებობები. და ეხლა გაჩვენებთ ერთ ფოტოებს, რომელიც გვაქვს შემორჩენილი ნოე რამიშვილთან დაკავშირებული. კიდე გვაქვს ჩვენთან სოფელში ნოე რამიშვილზე კარგი ბევრი ინფორმაცია და ბებია ჩემი და თვითონ ნოე რამიშვილი ბებია ჩემო ვენახა, მისი შვილი ნახა აკაკი რამიშვილი დახვეწა სტალინის ბრძანებით. პაპა ჩემი კი იყო სტალინისტი. სტალინზე წიგნებს კითხულობდა, ფეხზე დამდგარი. ძალიან ცუდი მდგომარეობაში იყო, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან ცუდი მდგომარეობაში იყო და ფეხზე იდგა. სტალინზე კითხულობდა წიგნებს. აკაზე და ბებია ჩემი კიდე პირიქით ანტისტალინისტი. მამამისი დახვიდეს. მანქანა პაბედა ჩაივიდა, გამარჯვება. და პირდაპირ იმალებოდა პაბედიდან გადმოვიდნენ ჩეკისტები და დახვიდეს მამამისი არაფრის გამო. პირიქით იმის გამო, რომ რამიშვილის ის იყო, შვილიშვილი. ხო და აი ეს არის ტიპოტა ხო ეხლა ცოტა საზისღარ კაცი არის ეხლა ეს. მე ბევრი ადამიანის გაგებით, მაგრამ ეხლა რადგან პოლიტიკაში არ არის ჩართული. ჩემთვის უბრალო ადამიანი არის, როგორც ყველა დანარჩენი. გინდა პუტინიც უბრალო ადამიანი ხო არის. აი აგე ეს ფოტო. ეს ხალი არის მამიდაჩემი, ეს ხალი არის მამიდაჩემი. ეს კი აკაკი რამიშვილი, ნოე რამიშვილის შვილი. მამიდაჩემის ბიძა. ანუ ნოე რამიშვილის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი, რომელიც ახლა საფრანგეთში არის და ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში. ხო, მერგება მე როგორც ბაბუ. ეს არის მამიდაჩემი, ეს აკაკი რამიშვილი, ნოე რამიშვილის შვილი და ეს ირაკლი ყობახელი. ესენი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში. ნოე რამიშვილის ბიუსტის გახსნაზე. აგერ თვითონ ნოე რამიშვილის ბიუსტი.
ხო შეგიძლიათ თუ აძლევენ ხალხს შეშუპლებას შეგიძლიათ შეხვიდეთ ნახოთ და ასე შემდეგ. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. შემდეგ ვიდეოს ჩემი აზრით დავდებ მეორე მსოფლიო ომზე და გელოდებით ჩემ